მადონა ჯავახიშვილი, ბორიენი. პროექტის სპონსორია წიგნების თარო ათენში, შენი ქართული კუთხე ევროპაში. იდეის ავტორი და მთხრობელი კახისიბოშვილი, ახმოვანებენ აკო შელია, მარია სახამბერიძე, საბა ოპოლაძე, ლილე გურეშიძე. წმინდა პეტრეს ტაძარში ლიტურგია დასრულდა. ავგუსტინე და მარია ანგელა გარეთ გამოვიდნენ. მამა სარასოდეს უამბია მისთვის ტრაგიკული ისტორია. არ უთქვამს, რომ დედამისი მშობლების გულცივობის მსხვერპლი გახდა. არ უნდოდა შვილისთვის სიძულვილი ესწავლებინა. რამდენჯერაც წმინდა პეტრეს ტაძარში შევიდოდა ავგუსტინე, იმდენჯერ ეს ამბავი ამოუტივტივდებოდა ხოლმე გონებაში. მერე ტაძრის გუმბათებს ახედავდა და გულში იტყოდა. ჩვენ კარგად ვართ ანგელა, ჩემო ერთად ერთო სიყვარული. როცა მარია ანგელა 6 წლის გახდა, ავგუსტინმა გემი იყიდა, მას მარია ანგელა დაარქვა. სახლში ყოფნა ძალიან უჭირდა. იქ ყველაფერი ცუდ მოგონებებთან იყო დაკავშირებული. როგორც კი გამოზაფხულდებოდა, ბავშვიც და მისი ძიძაც თან მიჰყავდა გემით. ოქტომბრის ბოლომდე მოგზაურობდნენ. ზღვა ავგუსტინისთვის თავისუფლებას, უსასრულობას ნიშნავდა. ადამიანებისგან გულნატკენი კაცი მხოლოდ ზღვას უზიარებდა ხვაშიაც. ამიტომაც მნიშვნელობა არ ჰქონდა საით წავიდოდა, ან რამდენი ხნით. ანგელას სიკვდილის შემდეგ დეპრესიამ დაასნეულა. ცოტას საუბრობდა, დაკეტილ სივრცეში ვერ ჩერდებოდა. ღიმილი საერთოდ დაავიწყდა რა იყო. ცხოვრობდა არსებობისთვის და არსებობდა მარია ანგელას გამო. მის გულს აღარაფერი ახარებდა. უძილობა აწუხებდა. ამიტომ ღამეებს ხშირად გემის გემბანზე ატარებდა. მთვარე გაიხადა დარდის მოზიარეთ და მესაიდუმლეთ. ხანდახან ლექსებსაც წერდა. თუმცა მხოლოდ მთვარემ და ღამემ იცოდნენ ამის შესახებ. კიდევ მისმა უბის წიგნაკმა, სადაც ყოველდღე რაღაცას წერდა და სულ ჯიბით დაჰქონდა. შემოდგომა ძალას იკრებდა. ავგუსტინე ესპანეთიდან პირდაპირ რომში აპირებდა დაბრუნებას. წვიმდა. ქარი ძღმუოდა ველურ მლაშე ტალღებზე. ავგუსტინს სევდა და მონატრება ერთად მოეძალა. ჯიბიდან უბის წიგნაკი. ერთიც პატარა ფანქარი ამოიღო და წერა დაიწყო. აცივდა. ქარი ცისი აღმოვდა. ვითხელის პირას ხამით ტურები. ახლა გრძნობები საშლა არ მსურდა. ახლა არ მსურდა საყვედურები. არც გახსენება გარდასულ დღეთა. ცოტა სიტკბოდა ბევრი ცრემლები. ამ ცივამით რად მიხმობ შენთან, ფიქრებში მაინც რადარ მელევი. როგორც ცისა და ზღვის სიყვარული, შუაში მუდამ ხაზი გამყოფი. ფანტასტიკური და ასტრალური, როგორც სამოთხის ვაშლის ნაყოფი. ხო, ცას გადარე, ცას უნაპიროს, რომ არს ჩვევია ოცნებით დაღლა. მითხარი, როგორ გაგინაწილო ეს ბობოქარი გრძნობათა ტალღა. განთიადისას გულს ჩადებ მზეში, გადმომიგორებ ხელის გულებით. მთელი დღე ხარობ იმედად ჩემში და უსასრულოდ სადმეგულები. მერე კი მოვა დრო განშორების, ჩამოდგებიან მწკრივად ხრობლები. მიწიდან გიცქერ მე მოშორებით, მაინც საყვედურს ვერ გეუბნები. უკანასკნელად გაიელვარებ, ხრობელზე ბრაზით ახეთქებ. შენ სახარ, მე ზღვა სულით მღელვარე. ერთად სიარულს ვერ მოვახერხებთ. დაასრულა ლექსის წერა და სიმწრის ცრემლები დაეწვეთა ყვითელ ფურცელს. იმ ღამით ბავშვს მაღალი სიცხემის შფოთავდა, წუხდა, ოფლად იღურებოდა. მარია ანგელა ავად გახდა. იმ გაზაფხულზე გოგონა 10 წლის გახდა.
ავგუსტინი იძულებული იყო გემი უახლოეს პორტში გაეჩერებინა. სიცხისაგან გავარვარებული ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. თავს ძიძა დასტრიალებდა. ახალგაზრდა ქალი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და მთელი ცხოვრება მარია ანგელას მიუძღვნა. შვილი ვით უყვარდა ბავშვი. გასაკვირიც არ იყო. ქალი ხომ მას დაბადების პირველივე დღეებიდანვე გვერდიდან არ მოშორებია. ძიძას ბერტა ერქვა. ავგუსტინმა საგულდაგულოდ შეარჩია აღმზრდელი ერთადერთი ქალიშვილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბერტა ღარიბი ოჯახის შვილი იყო, წერა-კითხვა და არითმეტიკა კარგად იცოდა. ის ყოველ საღამოს უკითხავდა გოგონას წიგნებს და ამეცადინებდა კიდეც. გარეგნულად მშვენიერი, ბუნებით კეთილი და მხიარული ადამიანი იყო ბერტა. კარგად მღეროდა და მარია ანგელაც ხშირად სთხოვდა მისთვის ჩიორას სიმღერა ემღერა, რომელიც ძალიან მოსწონდა. რატომ დამდოვე ჩიორა? არ გენატრება ეს ბუდე, შორს გამიფრინდი ძვირფასო, მინდა რომ უკან დაბრუნდე, დაგელოდები როდესაც ზამთარი გარს გაიხურავს, ხომ არ აქცივა პატარა, საგანს ხომ კარგად იხურავ, არასდროს დამავიწყდები, ფანჯარას რემლით გავსქერი, როდის გაივლის ზამთარი, წვიმა და თოვლის ნამქერი, დაგელოდები როდესაც ზამთარი გარს გაიხურავს, ხომ არ აქცივა პატარა, საგანს ხომ კარგად იხურავ, არასდროს დამავიწყდები, ფანჯარას რემლით გავსქერი, როდის გაივლის ზამთარი, წვიმა და თოვლის ნამქერი. უმღეროდა ძიძა და გოგონას თვალით უნახავი დედა ენატრებოდა. ეგონა ის იყო ჩიორა. წავიდა და მალე დაბრუნდებოდა. როდესაც ამ სიმღერას უსმენდა, ძიძას სულ ერთსა და იმავეს ეკითხებოდა. დედა სადა ახლა? დედა ცაშია, იქედან გიყურებს ჩემო ფერიავ. ცაში რატომ წავიდა? არ ვუყვარვარ? როგორ არ უყვარხარ? ძალიან უყვარხარ. არ ვუყვარვარ, ძალიან შენ გიყვარვარ, შენ არსად არ მიდიხარ, სულ ჩემს გვერდით ხარ, თუ ვუყვარვარ, რატომ დამტოვა? ძიძას უჭირდა ამის ახსნა პატარა გოგონასთვის, მაგრამ როცა წამოიზარდა, უკვე მიხვდა, რომ დედა გარდაიცვალა და ვინც გარდაიცვლება, უკან ვეღარ ბრუნდება. ღამით სიცხემ ისევ აუწია ბავშვს. ექიმები ძალისხმევას არ აკლებდნენ, მაგრამ სიცხე ვერ დაუწიეს. ავგუსტინს უთხრეს, რომ მადრიდში სტუმრად იყო ცნობილი ამერიკელი ექიმი. იქნებ მას გაეგო, რა სჭირდა ბავშვს. ავგუსტინმა გაიგო ექიმის ადგილსამყოფელი და მისკენ გაეშურა. ექიმთან შესვლა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა. მსახურმა მიღებაზე უარი უთხრა, მაგრამ ავგუსტინი არ ეშვებოდა. სთხოვეთ, სულ 5 წუთი დამითმოს, შვილი მიკვდებაო. სასტუმროს ჰოლში ჩოჩქოლი ატყდა. ავგუსტინი ხან ტიროდა, ხან ყვიროდა, ამ ხმაურზე ხალხი მოგროვდა. ყველა შეშფოთდა ატირებული კაცის დანახვისას. ამ ხმაურზე ექიმიც გამოვიდა. ტანმაღალი, გამხდარი, ცოტა მელოდი, სათვალეებიანი შუახნის კაცი იყო. მიუახლოვდა და ავგუსტინი ფეხზე წამოაყენა. სასტუმროს ნომერში შეიპატიჟა. აღელვებული მამა უხსნიდა ექიმს შვილის მდგომარეობას. მერე ჰკითხა. შვილები გყავთ ექიმო? დიახ. 2. ღმერთ მაგაგიზარდოთ. ჩემს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით? ალბათ ანალოგიურად. ხო და წამომყევით საავადმყოფოში, რასაც თხოვთ გადაგიხდით. მე მის მეტი არავინ ყავს დედამიწაზე. ისიც რომ დავკარგო, მიზანიც აღარ მექნება, რისთვის უნდა ვიცოცხლო? ექიმმა დიდი ტკივილი და საზოწარკვეთილება დაინახა კაცის თვალებში.
კაპიტანს ხმა და სხეული უკან გალებდა. ექიმმა ტანსაცმელი გამოიცვალა. ერთი პატარა ტყავის ჩანთა აიღო და კაც გაჰყვა. ავგუსტინს გული იმედით აევსო. სჯეროდა, რომ ექიმი მის შვილს გადაარჩენდა. ექიმი დიდხანს და გულდასმით სინჯავდა პატარა პაციენტს. შემდეგ ბავშვის ოთახი დატოვა და ავგუსტინი გვერდზე გაიხმო სასაუბროდ. აქაური არ უნდა იყოთ. საიდან ხართ? იტალიიდან ვართ. ჩემი გემით მოგზაურობთ. დიდი ხანია რაც მოგზაურობებში დაგყავთ ბავშვი. 4 წელია. იცით რომ ეს არ შეიძლება? რატომ? ბავშვი ხშირად იცვლის კლიმატს. თვეობით ზღვაშია. ფაქტობრივად მუდმივად ნესტში უწევს ყოფნა, რაც მის ფილტვებზე ცუდად მოქმედებს. თქვენ შეიძლება გემის კაპიტანი ხართ და სხვა გზა არ გაქვთ, მაგრამ ბავშვი ცოდოა. მას ჩვეულებრივი ბავშვური ცხოვრება სჭირდება. ეზოში თამაში, თანატოლები, ხეები, ყვავილები, სკოლა. როგორც ვხედავ, ქონება არ გაკლიათ. თქვენ იმოგზაურეთ, რამდენიც გინდათ. ბავშვი კი სახლში დატოვეთ. ამჯერად გადარჩით. სხვა დროს ავგუსტინი ექიმის სიტყვებმა ჩააფიქრა. ექიმი სიმართლეს ამბობდა. ეს ხომ ეგოიზმი იყო. თავისი ახირებისა და რეალობიდან გაქცევის სურვილის გამო ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა. პირველად დაადანაშაულა თავი იმაში, რომ კარგი მამა არ იყო, შერწყვა. ჩემს რჩევას თუ გაითვალისწინებთ, ყველაფერი კარგად იქნება. რეცეპტს გამოგიწერთ. წამლები იყიდეთ. ბავშვს დაალევინეთ და 2 კვირაში თქვენი გოგო ჩიტივით იქნება. გმადლობთ ექიმო. თქვენგანა მარტო შვილი გადამირჩინეთ. თვალებიც ამიხილეთ. ყველაფერი ღვთისნებაა. მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი. ალბათ ღმერთს ასე სურდა, რომ თქვენი შვილი გადამერჩინა. წადით ახლა, წამლები მოიტანეთ და თუ რამე დაგჭირდეთ, იცით, სადაც უნდა მომძებნოთ. წამლებმა მარია ანგელა უკეთ გახადა. ახლა საწოლზე წამომჯდარი მიერთმევდა საუზმეს. მამა მიუახლოვდა და შუბლზე აგოცა. როგორაა ჩემი ჩიტიჩიორა? კარგად ვარ მამიკო, თავიც აღარ მტკივა. სახში როდის წავალთ? მიხარია რომ კარგად ხარ. ძალიან კი შეგვაშინე მე და ბერტა. სახში კი მაშინ წავალთ, როცა ექიმი ამის ნებას მოგცემს. როგორც კი ბავშვს უკეთესობა დაეთხო, ავგუსტინმაც თავისუფლება მისცა ქალაქის ქუჩებში გაესერინა. ლამაზად მორთულ ვიტრინებს გულის ყურით ათვალიერებდა, რომ მარია ანგელასა და ბერტასთვის საჩუქრები ეყიდა. მერე დაღლილი იქვე პატარა სკვერში ჩამოჯდა. ცოტა ხანში გვერდით უცნობი მამაკაცი მიუჯდა. უცხოელი ხარ? არც აცია და არც აცხელა, პირდაპირ კითხვით მიმართა უცნობმა. უცნაური გარეგნობა ჰქონდა. აჩეჩილით მეფი და გადაწყებილი ულვაშები. ყელზე ჭრელი კაშნე შემოეხვია, ფართო ტოტებიანი, განიერი შარვალი და იმ ეპოქისათვის შეუფერებელი ფერადი ხალათი ეცვა. თვალებს ჩქარჩქარა ატრიალებდა და ფეხს ნერვიულად ურტყავდა მიწას. შეშლილს ჰგავდა. ავგუსტინმა გაუცებული მზერით შეხედა. რას მიყურებ? ესპანური არ იცი? მაშინ ინგლისურად გიკითხავ. იტალიურად, ბერძნულად. ცოტა რუსულიც ვიცი, ფრანგულიც, გერმანულიც მახსოვს. რომელი ენა იცი? ამან უფრო გააგვირვა ავგუსტინი. ხო, იტალიელი ვარ. ასე შეკაცო. ლაპარაკიც გწოდნია. აქ რა საკეთე? სიგარეტი გააქვს. ახლა იტალიურად ალაპარაკდა უცნობი. ავგუსტინმა ჯიბიდან სიგარა ამოიღო და გაუწოდა. უცნაურმა კაცმა ზედა ტუჩზე მიიდო და სიგარას დასუნა. ფულიანი კაცი ჩანხარ. კერელია ტაბაკო. კუბურია. აგძნელია იშო. ამან კიდევ უფრო გააგვირვა ავგუსტინი. ან ძალიან ჭკვიანია, ან გიჟია. გაიფიქრა და კიდევ ერთხელ შეხედა. არა, შეშლილი არ ვარ. იცი რასაც ფიქრობ. არც მათხოვარი ვარ, არც თაღლითი. ყველას გიჟი ვგონი ვარ. უკვე ისე შევეჩვი აღარც მწყინს. რა მნიშვნელობა აქვს სხვას რა გონი ხარ? თავარია შენი ცოდები ხარ.
არა, მე გიჟი არ ამგონი ხართ. უხერხულად თქვა ავგუსტინმა, თითქოს თავისი ფიქრების გამო შერწყავ. გგონი ვარ. თუმცა გეგონა რომ წინს. აქ რასაკეთებ? მოგზაურო? დიახ, ჩემი გემი მყავს და კაპიტანიც თავად გახლავართ. წამით მოუნდა ავგუსტინს ამ უცნაური უცნობისთვის ყველაფერი მოეთხრო. ძლივს დაიჭირა ენაზე მომდგარი სიტყვები. გემი კარგია, მეც ბევრი ვიმოგზაურე. ყველაფერი გაქვს და მაინც არ ხარ ბედნიერი. შენ რა იცი, ვარ თუ არა ბედნიერი? სევდიანი თვალები გაქვს. თვალები ხომ სულის სარკეა. დაღლილი ვარ. კარგი. ეგრე იყოს. ოღონდ ცხოვრებისგან ხარ დაღლილი. გულით დიდ ტკივილს დაატარებ, ვერც ვერავის ეუბნები და გულს დარდით იჭამ. გააღებილი და მოჰყევი. არც მეგობარი გყავს, არც მოკეთე. ასე არა? ახლა გაოცება მართლა ვერ დამალა ავგუსტინმა. თითქოს ეს კაცი სულ შეეჯდა. გიჟი უძახედა, გადაშლილი წიგნებით არ წამიკითხა. გაიფიქრა ავგუსტინმა. შენ რატომ არაფერს მეკითხები, ვინ ვარ, საიდან მოვედი ან სად მივდივარ? მე მეზღვაური ვარ. ბერძენი მეზღვაური. 25 წელი ვიყავი ზღვაში. სად აღარ ვიმოგზაურე. ენებიც მაშინ ვისწავლე. ბერძენი თუ ხარ, აქ რას აკეთებ? მუშაობ? არაფერსაც არ ვაკეთებ, სახლში მინდა წასვლა. მერე რატო არ მიდიხარ? წავალ. დრო მოვა და წავალ. ერთ დღეს ჩვენი გემი ზღვაში გავიდა. გემს აღაბი ერქვა. ჯერ კიდევ ხმელთაშუა ზღვაში ვიყავით. საშინელი წვიმა წამოვიდა, ქარი ამოვარდა უშველებელი. შავი ღრუბელი მოიტანა. ქარი და წვიმა ანგრევდა ყველაფერს. მგზავრები შეშინდნენ. გემზე პანიკა ატყდა. ხელვა მიმატა და გემბანი წყლით გაივსო. აკვანივით ირწეოდა გემი. საგნები ხან ერთ მხარეს მიჰქონდა, ხან მეორე მხარეს. ხალხი ყვიროდა, წვიმა არ ეკუსოკავდა. ამას ჭიქაქუხილი ემატებოდა. ხამე იყო და კაპიტანს ხედვა უჭირდა. თითქოს მეორე მოსვლა დაიწყო. წყობრიდან გამოსული მოტორი სათადარიგო დამხმარე მოტორზე გადავიყვანეთ. გემის მუშაობა მაინც შეფერხდა, ვენტილაციაში რაღაც გაიჭრდა. ერთი სიტყვით ამდენი წელი ზღვაში ვიყავი და ასეთი ამინდი არასდროს მინახავს. ქვედა სართული წყლით ივსებოდა, ხალხის ზემოთ ამრობოდა, მგზავრები ერთმანეთს ქელავდნენ, ხალხის კიბელი მესმოდა ქვედა სართულიდან, კიბეზე ამოსვლას ცდილობდნენ. მალე დამხმარე ძრავაც გამოვიდა წყობრიდან და გემი გაჩერდა. 130 მგზავრი იყო გემზე. კაპიტანი კაცი ხარ და კარგად იცი, შტოყები რასაც ნიშნავს. მაშხალა გავისროლით, იქნებ ვინმეს დავენახეთ და დავხმარებოდა, მაგრამ არავინ მოვიდა. ეთყობა ჩვენს შორი ახლოს არც ერთი გემი არ იყო. ჩირაღნები ავანთეთ, რომ დაგვენახა რა ხდება. ხალხს ერთმანეთი გადაეთელა, იყვნენ გარდაცვლილებიც, ბევრს სხეულის ტრავმა ჰქონდა. ხალხი კაიუტებიდან გამოსული იყო, ყველგან ჩემოდნები ეყარა. შეშინებული მგზავრები გვეკითხებოდნენ, გვიშველის ვინმე რა ხდება. ჩვენ კი პასუხი არ გქონდა. ამ დროს ძნელი ადამიანს რაიმე აუხსნა. თავადაც არაფერი ვიცოდი და მექანიკურად პასუხობდი. სიფშვიდე შეინარჩუნეთ. ყველაფერი კარგად იქნება. ხარიბი ხარ თუ მდიდარი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ყველა ერთნაირად შეეშინებინა რეალურ საფრთხეს. ერთ საათში ცა განათდა. აი ეს არ იყო ელვა. არც სხვა რაიმეს გავდა, ეს იყო ცის გახსნა. ისეთი სინათლე მოგვადგა, ენით ვერ აღწერ. სინათლეს სიტყვაც მოხვა. გარშემო ყველაფერი დამშვიდდა. სხვაც ქარიც, წვიმაც. მე არაფერი მახსოვს. როცა თვალი გავახილე, ბარსელონას ჰოსპიტალში ვიყავი. ვერაფრით ვიხსენებ, საიდან მოვხვდი აქ. როცა გონს მოვედი, გემი მოვიკითხე. ექიმები მიმტკიცებდნენ, რომ არავითარი გემი არ ყოფილა, თურმე მეთევზეებმა მიპოვეს ერთ პატარა კუნძულზე გარიყული.
მე ვამბობდი, რომ საბერძნეთიდან გემი გამოვიდა 130 მგზავრით და ეკიპაჟის 15 წევრით. ისინი კი მეუბნებოდნენ, რომ არც გემი აღაპი არ არსებობს და არც ბერძენი ვარ. ერთი სიტყვით ზოგს გიჟი ვეგონე, ზოგი ტრამვას აბრალებდა ჩემი გონების არებას. დიდხანს ვიყავი საავადმყოფოში, მერე კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადამიყვანეს. ბოლოს ცდების ჩატარება რომ დამიპირეს, თავი მოვისულელე და ყველაფერში დავეთანხმე. უთხარი რომ გამახსენდა ვინც ვარ და არავითარი გემი არ არსებობდა. კიდევ ერთი თვე მაკვირდებოდნენ, მე კი თავს ვისულელები, რომ როგორ მეიქაურობისთვის თავი დამეღწია. მოვატყუე, რომ მონჯუიკას ფერდობზე ვცხოვრობდი და გამახსენდა, რომ სახლში მოხუცი დედა მელოდებოდა. ასე გამომიშვეს ფსიქიატრიული კლინიკიდან. ვიცი არ ჩენგჯერა, რაც გიამბე, მაგრამ არა უშავს. უკვე შევეჩვიე ყველას გიჟი რომ მგონი ვარ. 5 წელია ქუჩაში ვცხოვრობ. როცა ფული შემომელება, პორტში მივდივარ. ტვირთავად მუშაობ. თან გემებს ვაკვირდები, იქნებ საბერძნეთიდან ჩამოსულმა მგზავრმა ან მეზღვაურმა იცოდეს რამე დაკარგული გემის შესახებ. ნემსი ხომ არ იყო? ასე უყოლოდ გამქრალიყო. ვიღაცამ ხომ შეიძლება იცოდეს მისი ასავალ დასავალი. ბევრი ბერძენი ვნახე. მაგრამ ვისაც ვეკითხები, მხრებს იჩეჩენ, მსგავსი არაფერი გაგვიგონია. სულ ზეპირად მახსოვს ეკიპაჟის წევრების გვარები, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. მართლა გიჟი ხომ არ ვარ? ვინმეს ეწოდინება? არც შენგჯერა ჩემი. ხომ ასეა? საოცარი ისაა, თითქოს სულ სხვა დროში, სხვა ეპოქაში აღმოუჩენდი აქ ყველას ძველმოდურადაც. ბევრი რამ აქვს სათქმელი, მაგრამ სჯობს ენას კვირ დავაჭირო. თორემ ჩემს სიცოცხლეს ფსიქიატრიულ კლინიკაში დავასრულებ. მერე ხელი ჩაიქნია, ფეხზე წამოდგა. თუ ჩემი არ გჯერა, შენც კარგად იყავი. არც პირველი ხარ და სამწუხაროდ არც უკანასკნელი იქნები. ავგუსტინიც წამოდგა ფეხზე. საჩუქრების ყუთები აიღო. უცნობს დაემშვიდობა და საავადმყოფოში წავიდა. მთელი გზა იმ უცნაურ კაცზე ფიქრობდა. ბოლოს ჩაილაპარაკა. შეშლილია ალბათ ის უბედური, არა და რაჭკვიანურად ლაპარაკობდა. მალე მარია ანგელაც გამოჯამრთელდა. ექიმებმა გამგზავრების უფლება მისცეს ავგუსტინს. გამგზავრებამდე ქალიშვილს და ბერტას ქალაქი დაათვალიერებინა. ნაირ-ნაირი საჩუქრები უყიდა. დიდრულ რესტორანშიც შევიდნენ. პაელია ქათმით, ესპანური ომლეტი და ბოლოს ტკბილი კრეპებით შეუკვეთა. ავგუსტინი ბედნიერი თვალებით შესცქეროდა ქალიშვილს. უფალს მადლობას სწირავდა, რომ შვილი გადაურჩინა. შვილს პირობა მისცა, რომ რომში ჩასვლისთანავე დედის საფლავზე წაიყვანდა და ანგელას მაგნოლიებს მიუტანდნენ.